სამხატვრო აკადემიის რადიო მელომაზე ყოველ შაბათ 3 საათზე დიმიტრი თუმანიშვილი გაგვიზიარებს თავის კრიტიკულ მოსაზრებებს მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების შესახებ. დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმ ხანაზე, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ ყოფილი მთელი საბჭოეთის ისტორიაში, რომელსაც ჩვეულებრივ დათბობას, შეიძლება უფრო ზუსტად ღობას ეძახიან, საკმაოდ ცნობილი ამბობენ, რომ ნიჭიერი, მე მართალი გითხრათ, მარტო ეს ერთი ნაწარმოები მაქვს დაკითხული და დიდი შთაბეჭდილება ვერ გამოვიტანე, მაგრამ ძალიან ოფიციოზური მწერლის ილია ერმურგის რომანის სახელწოდებით, მას ქვია ოჩიპელი. მოთხრობილია იქ, როგორ იცვლება ყველაფერი იმის შემდეგ, რაც გარდაიცვალა ამხანაგის სტალინი. და ქვეყნის სათავეში დადგა ოდესღაც მისი ერთ-ერთი ფუნქციონერი, ოდესღაც უკრაინის პირველი კაცი ნიკიტა ხრუშჩოვი. საგანგებოდ ვამბობ მისი ყოფილი ფუნქციონერი მეთქი, იმიტომ რომ მთელი თითქმის 10 წელი თავისი მმართველობისა ის გამუდმებით იმაზე ლაპარაკობდა, როგორი საშინელებები ხდებოდა სტალინის დროს. გეგონება მას თვითონ ამაში ხელი არ ერია, არც ხელი მოუწერია რამეზე, არც ვინ გაუსტუმრებია საიქიოს. უბრალოდ შეუძლებელი იყო იმ თანამდებობაზე ყოფნა, რომელზედაც ის იყო. სხვაგვარად. თანაც ამბობენ კიდეც, რომ მაინდა-მაინც თავი არ შეუკავებია და დიდი კაცმოყარეობით არ გამოირჩეოდა. სადღაც 55 წლიდან მანამდე ცოტა რამ თუ ჩანს, ვთქვათ, ვიღაცეები დაბრუნდნენ დროზე ადრე გადასახლებიდან. მაგრამ ესეთი რადიკალური გარდატეხა დაიწყო 55 წელს და ეს იყო თავისთავად კომედია. დაიწერა ეგრეთ წოდებული დახურული წერილი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა, რომელიც ამ დროს იცოდა აბსოლუტურად ყველა, იმიტომ რომ ამ დახურულ წერილებს კითხულობდნენ პარტიულ უჯრედებში და ვინაიდან პარტიული უჯრედი ყველგან იყო და იქიდან გამოსული ადამიანები მუნჯები ხომ არ ხდებოდნენ, ბუნებრივია ისინი ყვებოდნენ იქ რაც წერია. რა იყო ამაში, ან დასახური რა იყო? ცოტა ხანში გამოვიდნენ და სრულებით საქმეთმოდ გამოაცხადეს, რომ გმობენ სტალინის პიროვნების კულტს და გამოდიოდა ასე, რომ სტალინი და ვიღაც 3 კაცი, საიმდროოდ უკვე დახრეტილი ლავრენტი ბერია და კიდევ იქ რაღაცაც, რა ვიცი, რამდენი 100 კაცი დაუშვათ, როგორღაც ჩადიოდა ათასნაირ ბოროტმოქმედებას და დანარჩენი მთელი მათი თანამუშაკნი რატომღაც ხელს ვერ უშლიდნენ ამაში. თავისთავად ახლა შეფარდება 100 თუ 200 კაცი და ბევრი მილიონი ცოტა უცნაურია. გინდაც იმას და 200 დიდი ძალაუფლება ჰქონდეს, მაგრამ ეს ახლანდელი კრიტიკოსების ხომ თვითონაც ძალაუფლების მქონენი იყვნენ. რატომ ვერაფერი მოახერხეს? თუ უშიშროების სამსახურებმა, თუ არმიამ, თუ რა ვიცი, იმათ ვისაც ძალოვანი სტრუქტურები ქეხო, სრულებით გაუგებარი იყო ეს ყველაფერი. და განსაკუთრებით ჩვენთან საქართველოში ყველა შეექმნა შთაბეჭდილება და ეს უნდა გითხრათ, შთაბეჭდილებაც არ არის. ეს არის სინამდვილე. რომ აქ დიდი წილი აქვს ეროვნულ მომენტს, რომ უბრალოდ მათ მობეზრდათ, რომ მათ დიდ ქვეყანას მართავს უცხო ტომის ადამიანი. თან რომელიც თავისი ქვეყნისთვის კი არაფერს აკეთებდა მაინდა-მაინც, ახლა მოგახსენებთ ამან ჩვენს მდგომარეობაზე რა კვალი დაამჩნია. მაგრამ მაინც ხომ იმათ აჩვენებდა სხვა ვარო, თქვენნაირი არ ვარო. მე მგონი თქვი კიდევაც, რომ შინაურობაში ის როგორც ახლა უკვე დადასტურებით ვიცით, სუფთა რუსულს ლაპარაკობდა და გამოსვლისას ლაპარაკობდა რატომღაც აქცენტით. მე მთად კარგად არ მესმის ეს რა საჭირო იყო, მით უმეტეს როცა ისევ თავის შვილებს ის საკმარისად ღიად ეუბნებოდა, რომ ისინი არ უნდა იყვნენ ქართველები, რომ ის თვითონაც რუსია და არაფერი აქაური უბრალოდ არ უნდა, მაგრამ აი რაღაცომღაც მას სჭირდებოდა ეს ნიღაბიც, რომ იმათთან ქართველია, ჩვენთან რაღაც სხვა, ვერ გეტყვით ეს რას ნიშნავდა. ალბათ ამაშიც არის რაღაცა აზრი, უბრალოდ მართალი გითხრათ, ხალისი არ მაქვს, ახლა ვიფიქრო ამ უცნაურ ტვინებში რა აზრები და როგორ გზებით მიმოძრაობს. მისმა ქართველობამ შეუქმნა რუსობას ისეთი შთაბეჭდილება, რომ საქართველო პრივილეგირებულია. შეიძლება ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ძალიან ბევრმა
ვერ დაინახა ნამდვილი სარჩული ამ მთელი ამბების და მართლაც იფიქრა რომ რაღაცა პრინციპული ხდება. ძალიან ბევრჯერ უთქვამთ რომ საქართველოში მაგალითად არ იყო გადასახადები. რომ საქართველო იყო პრივილეგირებული და უკვე როდის იყო 75 წელს 1975 წელს ერთმა ძალიან კულტურულმა რუს-გერმანელმა გარუსებული გერმანელის ოჯახიდან წარმომდგარმა მამადახრეტილმა ქალმა ძალიან მართლაც განათლებულმა კითხა, უბრალოდ თქვა, არც უკითხავს, თქვა. თქვენთან ხომ რეპრესიები არ ყოფილა. ნუ მართალი გითხრათ, თვალები ვჭყიდე, იმიტომ რომ მგონი თქვი კიდევაც მარტო ჩემი პატარა ოჯახიდან სამი კაცი გაქრა იმ წლებში. ყველაფერი ამის შედეგად საქართველო ბევრისთვის შურის საგანი იყო. მათ შურდათ ჩვენი, იმიტომ რომ წარმოდგენა არ აქონდათ იმაზე ჩვენ როგორ ცხოვრობდით. ატყუილებდათ კიდევ ის, რომ ჩვენი ბარაკიანი ქვეყანა მართლაც არ იძლევა ვთქვათ ისეთი შიმშილობის შესაძლებლობას, როგორიც არის დავუშვათ შუა რუსეთში. იქ არის ესეთი ცუდ ნიადაგის ის კურსკის გარეშემო, სადაც რკინანარევი ნიადაგია, იქ ცუდი მოუსავლიანი წლები იცის ხოლმე. ეს ჩვენთან არ ხდება, ნუ რა ვქნათ ახლა ჩვენი ბრალი ხომ არ არის. ის რომ ჩვენთან გასაკუთრებით კახეთში და თქვათ გურიაში რუსეთში საბეჭდება მას ხოლმე რომ ჯოხი რომ ჩაარჭო მაშინათვე გამოისხავს ფოთლებს და რაღაცა ნაყოფს გამოიღებს. რა ვქნათ ახლა ეს ნამდვილად არ არის არც სტალინის დამსახურება და არც ჩვენი ეს თავისთავად ასე. ის რომ ჩვენთან მზეა, ის რომ ხასიათი გვაქვს ასეთი რომ არ დავდივართ, მაშინ ყოველ შემთხვევაში არ დავდივოდით დაღურემილები და ნებისმიერ მდგომარეობაში სტუმარს მივიღებთ. ასეთები ვართ, ხო? მაგრამ ამან ვერ მოგვიტანა ჩვენ კარგი შედეგი. სხვათა შორის პარალელურად ეს ერთი მხარე იყო. პარალელურად სრულებით ამის საწინააღმდეგო წარმოდგენებიც ვრცელდებოდა. ეს როგორღაც ეთყობა მართლაც ეს უშიშროების სამსახურები მუშაობდნენ, რომელიც ავრცელებდნენ რაღაცა ხმებს და იქ რომ ძალიან ბევრი რამ ასე კეთდებოდა. ცხადია, იმასაც კი ამბობენ, რომ პოლიტიკურ ანეკდოტებს იგონებდნენ თვითონ და მერე ასე მოძდებდნენ ხოლმე მთელ ქვეყანას. რა ვიცი, შეიძლება მოწინააღმდეგეების გამოვლენის მიზნით, ან შეიძლება უბრალოდ იმიტომ, რომ როგორც იტყვიან, ორთქლი გამოეშვათ მეტის მეტად დაგუბებული, რომ გულის წრომაა ასე სისილკისკიში განხარვებულიყო. მუშაობდა ეს გარკვეულად. მაგალითად 40 მე მგონი 6 წელი იყო მამიდა ჩემი ჩავიდა მოსკოვის კონსერვატორიაში ასპირანტურაში და ვიღაცამ კითხვა თქვენთანო ტრავაი დადისო მერე ვიღაცამ კიდევ ხა თქვენთ ახმლებით დადიან რაღაცა ესეთი სრულებით ფანტასმაგორიული წარმოდგენები სხვათა შორის ეს არის დამთავრებულა ჩვენი ბოლო 2008 წლის ომის წინა ხანებში მოსკოვიდან ჩამოიტანეს ასეთი ამბავი. რაღაც ინტელექტუალურ საზოგადოებაში იყო ამბის ჩამომტანი და იქ დაიწყო საუბარი საქართველოზე და დიდხანს ლაპარაკობდნენ იმაზე, როგორი სახიფათოა რუსეთისთვის საქართველო და ამ ქალბატონმა იკითხა და რამდენი გონიათ ქართველები, რამდენი არიან? 60 მილიონია უპასუხეს. ახლა ესე ცხადია თავისით ხომ ვერ წარმოსდგებოდა. ახლა მეორე მხრივ დაეხედათ რუკისთვის და დაინახავდნენ რომ 60 მილიონი კაცი უბრალოდ არ დაეტევა ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ ვიღაცას ეს ხომ სჭირდება და ისიც მოგეხსენებათ ალბათ რომ თვითონ იმ ომის დროს აქ მოსული ჯარისკაცები დარწმუნებულები იყვნენ რომ არიან ისლამურ ქვეყანაში. ესაც ხომ საინტერესოა. ესეც ხომ ვიღაცამ უთხრა თავისით ამას ხო ვერ წარმოიდგენენ საიდან და გამოიგონებინ ნუ რა ვქნათ ამ დამოკიდებულებამ რომელსაც ზოგჯერ ქონდა დრამატული და ძალიან უსიამოვნო გამოვლინებები მაგალითად რამდენიმე ხნის წინ ყველასთვის ალბათ ცნობილმა მხატვარმა ლევან ჭოღოშვილმა აღმოაჩინა 50-იანი წლების ჟურნალში გამოსვლა ცნობილი აღმოსავლეთ ცოდნის რომელიც აცხადებს რაღაცა სხდომაზე, რომ მათ განადგურეს აღმოსავლეთცოდნეობის ქართული სკოლა. რა საინტერესო საკვეხარი ამბავია, რა? მეცნიერისგან სხვა მეცნიერების განადგურება, მაგრამ აი ასეთი ეთოსი იყო. ჩვენმა საზოგადოებამ ეს იგრძნო და როგორც ხშირად ხდება ხოლმე აბსურდულმა წნეხმა აბსურდული პასუხი გამოიწვია. აგორდა ტალღა სტალინის დაცვისა.
ამის კვალი დღესაც არის, ყველამ ვიცით, როგორი დამოკიდებულება ამის და მე ბევრგან ჩვენში სოფლად, განსაკუთრებით გორში, მაგრამ არა მხოლოდ იქ კახეთის სოფლებში ახლა დაღმართული სტალინის ძეგლებიც რაღაცის მანიშნებელი უნდა იყოს, ხო? მაგრამ უნდა გითხრათ, რომ თავიდან ამას ცოტა უფრო სხვანაირი სურათი ჰქონდა. ჯერ-ერთი უნდა გავითვალისწინოთ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თქვათ ასე, საბჭოთა წყობისადმი არც თუ მთლად კარგად განწყობილ წრეებში გაჩნდა სტალინისადმი გარკვეული პატივისცემა. პირველ ყოვლისა ამან გამოიწვია იმან, რომ ეამაყებოდათ ერთი ქართველი მართავს იმ ქვეყანას, რომელმაც დაგვიპყრო. და გარკვეული ისეთი ნიშნის მოგებაც კი იყო. აი ხო თავზე ხო გვასხეთ ხარ და ის ნამდვილში ის არის, ვინც თქვენ შემოგჯდომიათ. იყო გაკვირვებაც, როგორ მოერია ასეთ მტერს. თანაც მან იცოდა გარკვეული სპექტაკლების დადგმაც, მაგალითად მოსკოვის თავდაცვა საინტერესოდ იყო მოწყობილი. მან გაუშვა მთავრობა, ახლა კი ბატონო, ისინი სიამოვნები წავიდნენ, მაგრამ ისინი ბართვის გარეშე ხო ვერ დატოვებდნენ დედაქალაქს, მთელი მინისტრები და სამინისტროები, ხო? ეს ხო შეუძლებელი იყო. გაუშვა, თვითონ დარჩა. და როგორი შთაბეჭდილება შეექმნა და არა მარტო საბჭოთა კავშირის მოსახლეობას, არამედ ყველას, რომ აი ერთი გმირი კაცი ისავს ქვეყანას, მაშინ როდესაც დანარჩენი ყველა სადღაც დაიმალა. დაიყენა იმ ცნობილ 7 ნოემბერს 41 წლისა, როცა გერმანელები ზეთ მოსკოვის გარეუბანს იყვნენ მომდგარნი, რუსეთის პატრიარქი, რომელიც მის გვერდით ჯარს აკურთხებდა და ეს მას შემდეგ, რაც 20 წელი ტრიბუნაზე კი არა, საერთოდ მე მგონი სახლიდან ვერ გამოდიოდნენ მთავრები. დააბრუნეს გადასახლებიდან ცოცხლად გადარჩენილი სასულიერო პირები, მაგრამ არა მხოლოდ ქრისტიანები. დღეს ამის საფუძველზე ყვებიან რაღაცა, არ ვიცი, მე გაუგებელ ლეგენდებს, რომ თურმე მოქცეულა და კვლავ რწმენა დაბრუნებია. და მართლაც გააკეთა ასეთი რამ. ღვთისმშობლის ხატი შემოატარა მოსკოვს იმ დღეებში. მაგრამ მერე გაიგო, რომ პარალელურად მოსკოვის თავზე დაფრინავდა თვითფრინავი, რომელშიც იდო თემურლენგის ძვლები. ეს იყო ნამდვილი შამანური რიტუალი. და ისიც ცნობილია, რომ არა მარტო ჩვენში, მაგრამ აქაც ექსტრასენსებს, ამ რაღაცა უცნაური უნარებით დაჯილდოებულ ადამიანებს რაღაცა დაწესებულებაში აერთიანებდნენ, რასაკეთებინებდნენ ვერ გეტყვით, მაგრამ რომ ეს რაღაც ჯადოქრობისთვის და რაღაცა მაგიისთვის გამოიყენებოდა, ვერ გეტყვით, რამდენად ქმედითი იყო ის, მაგრამ ეს არ არის ისეთი სახუმარო რამ, როგორც ბევრს აგონია, იმიტომ რომ სინამდვილეში რა არის ჯადოქრობა? ეს არის ყურადღების კონცენტრაციის გარკვეული უნარი, რომელსაც შეუძლია ალბათ რაღაცა ტელეპათიური ზემოქმედება და ტელეპათია რომ არსებობს, ნებისმიერ ჩვენთაგან შეუძლია შეამოწმოს, ეს ძალიან მარტივია, თუ ძალიან დაიძაბებით შეგიძლიათ უკარნახოთ თქვენს მოსაუბრეს სიტყვა. ვიღაც ადამიანებს ეს უნარი უფრო მეტადაა გამოვლენილი და მათ ნამდვილად შეუძლიათ ზემოქმედება, ნამდვილად. ეს ჩვენ გვინახავს თუნდაც 9 აპრილის შემდეგ, როცა აქ ჩამოიყვანეს მოსკოველი ექსტრასენსი კაშპიროვსკი და იმისთან არა მე მოახდინა, რომ მთელ დარბაზს ახლა ისინი იქ მივიდნენ დაზარალებული ადამიანები და მათ ცხადია მოშლილი ჰქონდათ ნერვიული სისტემა და ის ძალიან ფაქიზად აღიქვამდა ყოველნაირ იმპულსს. იქიდან ადამიანები გახონდათ და გაყავდათ იმისთან დღეს ჩააგდო. თავისი რაღაცა ზემოქმედებით. მე ვერ გეტყვით ეს რა ბუნებისაა და არა მგონია ვინმე მიცოდეს, მაგრამ მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ეს პლატ უხიფათო არ არის. ასე რომ ის მიმართავდა ყველაფერს, ის ხატის შემოტარება იყო უბრალოდ სპექტაკლი, რომელიც მან ჯერ კიდევ მრავალრიცხოვანი მორწმუნეებისთვის დადგა და ნამდვილი რაც მას გულში ჰქონდა, ის გააკეთებინა. თემურლენგის თურმე დიდი პატივისცემელი ყოფილა და საინტერესო არ არის ქართველი, რომელსაც თემურლენგი უყვარს. არ გეჩვენებათ, რომ ეს ძალიან უცნაურია, როცა თემურლენგი და შახაბასი ეს ის სახელებია, რომელსაც მე მგონი ყველა ქართველი ბავშვი დაბადებიდან ისმენს როგორც ყველაზე დიდი უბედურების სინონიმებს, არა? დავანებოთ თავი იმას, ეს ობიექტურია თუ სუბიექტურია, ჩვენ კულტურაში ეს ასეა. ჩვენ ამ ორმა ადამიანმა უბედურების მეტი არაფერი მოგვიტანა, ხო? და მას ის უყვარდა. პორტრეტი გააკეთებინა მის საჩქაროდ შუაგულ ომში, აკეთებინებდა მისი პორტრეტის რეკონსტრუქციას. რა ჯანდაბათ უნდა და მისი ბიუსტი გამაგებინეთ. მაგრამ არა. ასეთი იყო მისი ქრისტიანობა.
ხო და აი ყველაფერმა შექმნა გარკვეული სახე ასეთი უშიშარი ადამიანისა, რომელსაც მარტო შეუძლია შეხვდეს დიდ განსაცდელს და ზლიოს იგი. მაგალითად, ჩემი პაპა, რომელსაც ნამდვილად არ უყვარდა საბჭოთა ხელისუფლება, ამბობდა ხოლმე თურმე, რომ ეს არის დიდი ექსპერიმენტატორი. ეს არის დიდი ადამიანი. აქ ერთ რამეს შევასწორებდი მხოლოდ ძალიან მომწონს დიდი სახელგანთქმული დანიელი ფიზიკოსის ნილს ბორის ქრივს აქვს ნათქვამი ასეთი რამ. მას კითხეს ჩერჩილი დიდი ადამიანი თუ იყო? მან უპასუხა დიდი ადამიანი ვიღაცა იყო, ვიღაცას ახსენებს, რომელიც მე არ ვიცი ვინ არის უბრალოდ. ინგლისური ჟღერადობის სახელი და გვარი კი აქვს. და ჩერჩილი ძლიერი ადამიანი იყო. ალბათ მართლაც ასე უნდა ითქვას, ძლიერი, მაგრამ თუ იმას ჩავდებთ, რომ ეს იყო ქართველი, რომელმაც მსოფლიო ისტორიაზე რაღაცა ზეგავლენა მოახდინა, ეს რასაკვირველია სიმართლეა. ალბათ ცოტა შეგვიძლია ჩვენ თქვათ სხვაც, რომელმაც მართლაც აი ასე ატრიალა ქვეყნიერების ბედი. საით მიყავდა ეს ქვეყნიერება სხვა ამბავია, მაგრამ რომ მართლაც რეალურად ერთ-ერთი თანამმართველი იყო მსოფლიოში, ეს სრულებით აშკარაა. და მით უარესი მე თუ მკითხავთ. სამხატვრო აკადემიის რადიო მელომაზე ყოველ შაბათს 3 საათზე დიმიტრი თუმანიშვილი გაგვიზიარებს თავის კრიტიკულ მოსაზრებებს მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების შესახებ. მაგრამ ფაქტი იყო, რომ ქვეყანამ, რომელიც მან ასე ვთქვათ, ფეხზე წამოაყენა, მე სხვანაირად ვიტყოდი, რომელსაც მან გაუკეთა ის, რაც მას თავის სიგიჟეში სურს. თუკი რუსული სახელმწიფოს იდეა და ეს ასეა მართლაც, გახლავთ უბრალოდ ძალიან ვრცელი საზღვრები და ძალიან ძლიერი ჯარი, მან ეს გაუკეთა. წარმოიდგინეთ, რომ სტალინის თაყვანისმცემელი აღმოჩნდა ემიგრაციაში მყოფი უმემარჯვენესი მონარქისტი ვიტალი შულგინი, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ის ახორციელებს მის იდეებს. და ის იდეა ეს იყო, ძლიერი რუსეთი. დღესაც ხომ არავის აინტერესებს, როგორია ეს ქვეყანა შიგნით. კარგად ცხოვრობენ, კარგად გზნობენ თავს, რას აკეთებენ სასიკეთოს თავისა და სხვისა. არამედ ლაპარაკი არის მარტო ფიზიკურ ძალაზე. ხა მეორე ამბავია, რომ ფიზიკური ძალა უარაფროდ ძალიან ცოტა ხანს თუ იბოგინებს და მერე დაუდგება ხოლმე. ასასრული, მაგრამ თუ მათ ეს უნდათ, ნამდვილად ის გაუკეთა. მათ შექმნა ძალიან ძლიერი იმპერია, ალბათ მართლა ასეთი ის არც როდის ყოფილა, არც პეტრე დიდის დროს, არც მე-19 საუკუნეში და არც ვიცი რომელი ჯამი შეიძლება კიდევ დაუპირისპირო. შეიძლება ეკატერინე მეორის, მაგრამ ალბათ მაინც არა. აი ასე ემოქმედა მთელ მსოფლიოს ბედზე მარტო ამ დროს იყო. და რა კი ის გაუკეთა, რაც მათ უნდოდათ, ქართველები ამბობდნენ, კი ბატონო, თქვენ გადაყვათ, ჩვენთვის არაფერი გაუკეთებია, თქვენ გაიკეთათ ყველაფერი. მას რატომ? და აქ ვამბობ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება არ უყვარდა, აღმოჩნდა უცებ სტალინის დამცველი. მაგრამ რომ ნათელი იყოს, რაში იყო საქმე, სხვა ამბავი ეს რაღაცა საუბრებში, რაღაც ემოციურ რეაქციებში შეიძლება როგორ გამოიხატებოდა, მაგრამ სინამდვილეში ეს შინაარსი ამ დამოკიდებულებისა, მე ვფიქრობ, ბებიაჩემმა ნინო ჯაფარიძემ ძალიან კარგად ჩამოაყალიბა. რამდენჯერმე თქვა კი ბატონო, სტალინი ცუდი იყო და მაგათი ლენინი? მაშინ დაუყენონ ისეთ გვერდით, მან უკეთესი რა გააკეთა? მართლაც რა? ცოტა ხალხი იმსხვერპლა, ცოტა რამე დააქცია, ცოტა რამე ვინმე დაჩაგრა, თავის მეზობლებს კარგად მოექცა თუ რა? ხომ ყველაფერი იგივე. მაშინ რატო? და სრულებით ცხადი იყო, რომ იმიტომ რომ და მოხდა სრულებით წარმოუდგენელი რამ. სტალინის სახელით ჩვენთან მოგხსენებათ მოხდა გამოსვლები 1955 წელს და ამაზე ანტისტალინური რამე შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს ქუჩაში გამოსული ხალხი, რომელიც ხელისუფლებისგან რაღაცას ითხოვს. ახლა ეს ისეთი რამა, რასაც ამხანაგი სტალინი ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ ვინმე მისი პორტრეტით ხელში ამისთან რამეს მოახდენდა, მაგრამ ასე მოხდა. გამოვიდა ჩვენი ახალგაზრდობა, დამთავრდა ეს ძალიან ცუდად. დღესაც კი ჩვენ არ ვიცით რამდენი ადამიანი დაიღუპა. ამბობენ რაღაცა ძალიან მცირე რიცხვს და იმის მიხედვით თუ რამდენი დაჭრილი და დახოცილი ნახეს მაშინ, რომ ადამიანები უბრალოდ გადაყარეს მტკვარში, რანაირად დავიდა ეს 30 კაცი კი არა, 2 დაღუპული ძალიან ბევრია.
სინამდვილეში ეს ჩემი ნათქვამი არ არის ანტიან დე სენტ-ეგზუპერი ამბობს რადგან რომ ერთი დაღუპული კაცი ეს უკვე საშინელი ტრაგედიაო მაგრამ მე ამას სხვა მიზნით ვამბობ იმ ტყუილის რომელიც არ გათავდა და რომლის გამოსწორება ვერ ხერხდება საქმე ისაა რომ მაშინ კი არა 9 აპრილის მერე ეშინოდათ ადამიანებს ჭირის უფლებს ეთქვათ რომ მათი ახლობელი დაიღუპა და 55 წელს ისე შეეშინდა ყველას კიდევ ერთხელ რომ მე ჩვენ რა ვიცით ვინ და როგორ გააჩუმეს ვიცით ვიღაცები ვინც არ გაჩერდა და რამდენიმა ვერ გაბედა თქმა ყოველ შემთხვევაში მე მახსოვს რომ ჩემ პატარაობაში გაუთავებლად ლაპარაკობდნენ ამ 55 წლის 9 მარტის დაღუპულებზე და მაშინ და სასაფლაოებზე ყველა გაუთავებლად მიმითითებდა ხოლმე 9 მარტის მაგრამ როგორც სადარბაზო კაბებს ბოლო ისე გრძელ კუდად გამოყვა გაუთავებელი ლაპარაკი და გაუთავებელი გახსენება ახლა ორ მაგიზე მოქმედება კი იყო ეს იყო ალბათ უკანასკნელი თუ ვინმეს კიდევ რამე ილუზია ქონდა უკანასკნელი დარტყმა მითზე რომ შესაძლებელია თანაცხოვრება ამ სახელმწიფოსთან ნუ ყველასთვის ვინ ცოტა მაინც რამეს ფიქრობდა ცხადი იყო რომ არა ამან გარკვეულად გაამძაფრა და გააღვივა ეროვნული გრძნობა ასეთი რამეც კი მოხდა მამა ჩემი იყო მოსკოვში რაღაცა სამეცნიერო თავყრილობაზე და 50-იან წლების ბოლოა შეიძლება 60 წელი და ვიღაცამ კითხა თან სადღაც მიდიოდნენ ავტობუსი და ბევრი იყვნენ და ვიღაცამ კითხა რომ რა არის რუსებს რატომ უყურებენ თქვენში ცუდათო და მამა ჩემმა ასე იცოდა ხოლმე ეს ძალიან შვიდი ადამიანი იყო მაგრამ თუ იფეთქებდა ძიმესთან ახალი ხდებოდა და ისე მკვეთრად უთხრა თქვენთვის რუსჯარისკაცებს არ უსვრიათ და ჩვენთვის კიო და ისე იყუჩა იმ ავტობუსმა მე მგონი კარგა ხანს ხმა ვერ მოიღეს სხვათა შორის ეს მარტო ჩვენთან არ მოხდა რამდენიმე წლის შემდეგ უკვე სხვა რაღაცის გამო იქ საეკონომიკური მოთხოვნები იყო არ ვიცი ხელფასის გაზრდა რაღაცა ამ დაგვარი ასეთივე საშინელი დახვრეტა მოხდა უკრაინაში ნოვოჩერკასკში და ისევ ცხადი გახდა რომ ეს ასეთი ქვეყანა მე სხვა შორის უკვე ხრუშჩოვის გადაყენების შემდეგ და როცა ჩვენ მოგვეჩვენა რომ იქნებ ახლა მაინც რაღაცა ცოტა მოდუნდეს და არ დამავიწყდება 68 წლის აგვისტო როცა ჩვენ ყველანი ვუყურებდით ჩეხეთს და პოლონეთს იმედის თვალით რომ აი დაიძრა რაღაცა და იქ დაწყებული მე ხასე ხო არ გაჩერდება სადღაც სასეირნოთ ვიყავით წასულნი აგარაკზე ვარ და რომ დავბრუნდით შენ მე იმ წელს შავაბარე უმაღლესში და დაგვახვედრეს ამბავი რომ გადმოსცეს რომ პრაღაში საბჭოთა ტანკები შევიდა ეს ისეთი საშინელი გზნობა იყო ჩვენ ისე ყველას ქონდა ესეთი გასტა რომ ეს ჩვენ თავს ხდება რომ ეს ისე იწყება ყველაფერი თავიდან და კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ არა სანამ ეს ყველაფერი დგას საშველი არ არის რომ არაფერი გამოსწორდება აქა არაფერი უკეთესობა არ შეიძლება იყოს და მაინც რასაკვირველია სტალინის შემდეგ გარკვეული ცვლილება მოხდა უბრალოდ მე არ ამგონია რომ ეს ვინმეს ასე უნდოდათ მათ სულ სხვა რამე უნდათ უბრალოდ ეს სახელი წაეშალა და გაეგზელებინათ ისე როგორც ყველაფერი იყო მაგრამ მოხდა საინტერესო რამ პირველსავე წელს მისი გარდაცვალებისა მარტში გარდაიცვალა შემოდგომით აღმოჩნდა რომ მოუსავლიანობაა ქვეყანაში ეს მხოლოდ იმის ნიშანია რომ ქვეყანა ძალიან ცუდად არის მოწყობილი ერთი გინდა ძალიან დიდი ხელისუფლის ამ ქვეყნის წასვლა ასეთ შედეგებს არ უნდა იწვევდეს ესე იგი ის არ იყო მოწესრიგებული ქვეყანა ესე იგი არ იყო მოგვარებული რაღაცა სხვაზე იდგა ეს გარეგნული ვითომდა წარმატებები და თუნდაც დოვლათიანობა და თუნდაც ის რომ მაღაზიებში გამოჩნდა რაღაცა რაც მანამდე არ იყო ესეთი ვინც ის რამდენ ქალაქში გამოჩნდა ხო იქნებ მარტო მოსკოვში და მაშინ და ლენინგრადში დღევანდელ პეტერბურგში იმისა გამო რომ მათ ის დაგმეს მათ მოუხდათ გამოეშვათ ციხეებიდან ისინი ვინც მათ დააპატიმრა შეიძლება ისიც იყო რომ უკვე აღარ იცოდნენ როგორ მოევლოთ ამდენი გადასახლებულისთვის შეიძლება უბრალოდ სახსარი აღარ ქონდათ ამდენის შესანახად მე ამ შემთხვევაში თუსაღებს არ გულისხმობ მათ შენახვას ბევრი არაფერი უნდოდა მე შენ გეტყვი აჭმევდნენ ასმევდნენ თუ რა უბრალოდ არ უნდა მომკვდარიყვნენ იმდენს აძლევდნენ
მაგრამ მათი დაცვა უზარმაზარია, ეს ხო უამრავი ხალხია, რომელსაც უნდა ედარაჯა ამ მილიონობით ადამიანისთვის. ხომ შეიძლება უბრალოდ ვეღარ ქაჩავდა მათი სახელმწიფო ამდენს და მოსალოდნელია რომ ასეც იყო. ამას გარდა ნელ-ნელა ილეოდა მათი ასე ვთქვათ რესურსი. არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ სხვა ვერ მოვიფიქრე. მე მგონი თქვი კიდე ჩვენი საუბრების დასაწყისში რომ ჩემი წარმოდგენით მოხდა შემდეგი რამ. სულ უფრო მეტი ადამიანი ხვდებოდა რომ თვითონ ის იქ სადაც ყველაფერი არის და ყველაფერი შეიძლება მოიპოვო ვერ მოხვდება. საბჭოთა მართველი კასტა ჩამოყალიბდა გარკვეულ დახშულ სისტემად და უამრავ ხალხს რომელსაც ოდესღაც ეიმედებოდა 17, 18, 38 და ჯერ კიდევ შეიძლება 46 წელს რომ ის თვითონაც იქ აღმოჩნდება. გაუქრა ამის იმედი, მათ დაინახეს რომ ეს ასე არ იქნება, რომ ეს არის რაღაცა შრე, რომელიც უკვე ძალიან ნაკლებად თუ შემოუშვებს თავის წიაღში ახალ ხალხს. რაღაცა რაოდენობას უშვებდა, მაგრამ ეს ცოტ-ცოტა იქნება. და ამიტომაც ამ დიდმა მასამ აღარ მოინდომა მათი დაცვა. აღარც მაშინ სხვათა შორის როცა საბჭოთა კავშირი იშლებოდა. უამრავ მილიონ რუსს რომ მონდომებოდა, გადაეჯეგა ეს ეროვნული რესპუბლიკები ვერ გააკეთებდნენ ამას. იმიტომ კი არა რომ რამე მაინდა-მაინც შეუძლიათ. ბევრი არიან და რას დაუდგება ახლა 2-3 მილიონიანი ხალხები, ხო? ან თქვათ მილიონიანი როგორც ბალტიისპირეთია, მაგრამ აღარ ქონდათ იმპულსი, მათ აღარ ქონდათ მაოძრავებელი. აი ეს სწრაფვა ქვემოდან ზემოთ შეჩერდა, იმიტომ რომ იქ ზემოთ ხდებოდათ რაღაცა გაქვავებული თუ გარქოვანებული შრე. ესეც უკვე ქმნიდა ვითარებას, როცა ამ შრეს რაღაც არ შეეძლო, მას აღარ შეეძლო იმდენის გაბედვა, რადგან ისეთი მტკიცე ზურგი აღარ ყავდა. და კიდევ ერთი რომ ჩვენ და ბედად არ გამოჩნდა ისეთი ნიჭიერების და ძალის მოღვაწე, როგორიც ლენინი და სტალინი ან თუნდაც ტროცკი იყვნენ, რომელსაც შეეძლებოდათ ამ მასების თავის შუაზე ტარება. გრიგოლ რობაქიძე ამბობს სტალინზე არაჩვეულებრივ სახასაც ცივი არსება იყო, რომელიც გრძნობდა მასებიდან წამოსულ იმპულსებს და შესაბამისად იცოდა როგორ ეპასუხა მათზეო. ასეთი აღარ აღმოჩნდა. მადლობა უფალს. აი შეიძლება შეუძლებელიც არის ერთმანეთის მიყოლებით ბევრი ამისთან მოევლინოს ქვეყნიერებას ერთ ადგილზე დედამიწას. მათ ბევრი რამის დაშვება მოუხდათ. რას არ ნიშნავს იმას, რომ მათ მაინდა-მაინც ეს უნდოდათ და სხვა შორის ჩვენ როცა ვუყურებდით, როგორ ხდებოდა, თქვათ ხელოვნებაში, ხო? ჩნდება რაღაცა მოვლენა. და პირველად როგორ წესი იყო ხოლმე ერთი, არ ვიცი მე რა, რისხვა. და მე შეხედავდნენ, მოერივნენ და თუ არა მიუშვებდნენ ხოლმე და ვითომ და მიიღეს. სინამდვილეში რასაკეთებდნენ, თქვა დააყრიდნენ ამ მხატვარს, მწერალს, პოეტს, ვინც იყო, რაღაცა ჟილდოებს, რაღაცა პრემიებს აირჩევდნენ სადღაც. და მას აღარ ეძლეოდა უკმაყოფილების გამოთქმის საბაბი. მუშაობდა კიდეც, მაგრამ დროდადრო უხდებოდა რაღაცა ისეთი გაეკეთებინა. ახლა ვიღაცები ახერხებდნენ მინიმალურად, დავუშვათ რაღაცა კრებაზე დასწრებით გავიდოდნენ ფონს. ან შეფარული ფორმით ამბობდნენ, მაგრამ ისიც ეს შეფარული ფორმა ისეთი იყო, რომ მაგალითად ბიდაჩემ მიხეილ თუმანიშვილი დგამს სპექტაკლს ახალგაზრდა გვარდიის სახელით. ახლა როცა ის დგამდა ანტიფაშისტურ სპექტაკლს, ის ამაში მარტო იმ ფაშიზმს არ გულისხმობდა და ძალიან უყვარდა. გამეორება არტურ მილერის იყო ასეთი ამერიკელი ცნობილი დრამატურგი და სხვა შორის ერთხანს გამოთაყვანებული მერილინ მონროს მეუღლე. რა თქმა უნდა ეს ფიტული სახში არ ვიცი, მაგრამ ასე იყო. და ის ერთხანს აქ ძალიან უყვარდათ, იმიტომ რომ რაღაცას ამბობდა საბჭოთა კავშირის დასასწრად და მერე მათთან დასაღუპავად ჩამოიყვანეს აქ სტუმრად. საქართველოშიც იყო და აღარ ვიცი ბიძაჩემი იქ იყო და ეს თბილისში თქვა თუ მოსკოვიდან ჩამოუტანეს ეს ამბავი. ასეთი რამ თქვა, რასაც თქვენ სოციალიზმს ეძახით, მე იმას ფაშიზმს ვეძახიო. და მას ჰქონდა სხვა შორის ფაშიზმის ფორმულა და მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თავისი ებრაული წარმომავლობის მიუხედავად მან არ გადააქცია ფაშიზმი მხოლოდ ანტიებრაულ მოვლენად და პიესაც კი აქვს. ეს მოხდა ვიშიში, სადაც მთავარი გმირი არის ავსტრიელი არისტოკრატი და არა ებრაელები, რომლებიც იქ არიან დანარჩენი მოქმედი პირები. ეს ნამდვილად არ არის ადვილი საქმე და ეს ბევრს არ გაუკეთებია სამწუხაროდ. ფაშიზმის განსაზღვრავდა ასე, ეს არის ადამიანური ხეპრეობის ამოფრქვევაო.
ხომ გასაგებია მაგრამ ხომ ერქვა ამ სპექტაკლს ახალგაზრდა გვარდია ხომ ერქვათ იმ პერსონაჟებს იმ კონკავშირლების სახელები ხო და აი ეს მეტაფორა კი ყველას ესმოდა ის რას ამბობდა ყველას იმათაც ვინც ზეით იყო იმათაც ვინც გვერდით და იმათაც ვინც ქვევით ყველას მაგრამ იმათ ზემოთ მყოფთ ქონდათ საბაბი ეთქვათ ეს ხომ ჩვენზე არ არის ეს ხომ სხვაზეა მეორე მხრივ თუ იგავურიენით არა საერთოდ ვერაფერს იტყოდი და აი ასე ხდებოდა ახალი ფორმის კომპრომისი კომპრომისი კვლავ არის ამ ეპოქაშიც როგორც ეს იყო 30-იან და 40-იან წლებში ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების დიდი თემა ძალიან მძიმე თემა მე არ ვიცი როგორ უყურებენ ამას დღევანდელი ადამიანები ასაკვირველია უკან როცა იყურები და გარკვეული ტიპის კომპრომისებს ხედავ არ გსიამოვნებს მაგალითად წავიკითხე სადღაც რომ გამოსულა შესანიშნავი პიანისტი ჰაირიხ ნეიჰაუზი მოსკოვში მცხოვრები და უთქვამს რომელიღაც კრებაზე რომ ის გმობს საზღარ ფაშისტებს ახლა კი ვიცი რომ არავითარი გზა არ ქონდა და არ იტყოდა ამას და რა მოხდებოდა კარგი მას დახვრეტდნენ მისი ოჯახი გაუბედურდებოდა მოწაფეები პროფესორად დარჩებოდნენ და წააგებდა მუსიკალური ხელოვნება და ყველაფერი მაგრამ მაინც სასიამოვნო არ არის უბრალოდ მე მოვუწოდებ დღევანდელ ახალგაზრდებს ვისაც უბრალოდ ვერ წარმოუდგენიათ ეს რა არის დღეს იმის როცა ლაპარაკობენ რაღაცებს სასაცილოა ხოლმე მაგალითად წინა ხელისუფლების რეჟიმზე ამბობდნენ ხოლმე აი ნამდვილი 37 წელია ვის უნახავს 37 წლის დაპატიმრებულები ადვოკატებით სასამართლოებით და პროტესტებით გაზეთებში და ტელეარხებით ნუ ეს არის პირდაპირ არ ვიცი ანეკდოტი ვისაც მართლა ცოტა მაინც ახსოვს რა იყო საბჭოთა ცხოვრება იმას ეს სასაცილოდ არ ეყოფა სამწუხაროდ აღმოჩნდა რომ ჩვენ საზოგადოებას მეხსიერების უნარი ძალიან ნაკლებად აქვს იმას არ მომბობ რომ ყველაფერი იყო სწორი და კარგი უბრალოდ ეს არ იყო სხვა რამე იყო და მოვლენებს თავისი სახელის დარქმევა ჭირდება და არა სხვა სახელის არ შეიძლება ჩვენ რამეს მოვერიოთ თუნდაც ძალიან ცუც თუ ჩვენ მას ხვის სახელს დავარქმევთ მაგალითად არ შეიძლება სოფიან ძაღლს დაარქვა კატიჭამია ვეფხვი იმიტომ რომ ის ვეფხვი არ არის ძალიან ცუდია მაგრამ ვეფხვი რომ არ არის და შესაბამისად სხვა მოვლაც უნდა ხო ნუ მოგწონთ რაღაცა ნება თქვენია მაგრამ გაანალიზეთ ის რაც რეალურად არის და ნუ იგონებთ რაღაცა მოვლენებს რომელიც ბუნებაში არ ყოფილა ხო და დღევანდელ ახალგაზრდებს მეთქი არ შეუძლიათ იმის წარმოდგენა რა იყო მაშინ მე არ ვიტყვი ახლა სახეს და გვარს ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სიტყვაზე მენდეთ რომ ეს იყო ერთი ცნობილი გვარის უკეთილშობილესი ადამიანი მე მას ვიცნობდი და დანამდვილებით შემიძლია ეს თქვა არაჩვეულებრივი ზნის არაჩვეულებრივი ბუნების აი მას მოუხდა ეთქვა რომელიღაც კრებაზე რომ ის უარს ამბობს თავის უკრე დახვრეტილ ქმარზე დარწმუნებული ვარ რომ ერთი სიკვდილი გაათავა მაგრამ ასარჩევად რა ჰქონდა რომ დაიღუპება ისიც და მისი 3 თუ 4 წლის შვილი რჩება აი ასე ბედის ანაბარა ერთი ქმარ დახვრეტილი დეიდის სამყოფი ნუ ახლა შეეძლო ამაზე წასვლა ალბათ არა ძალიან უსიამოვნოა მაგრამ უნდა ვარჩევდეთ სად იყო აბსოლუტური იძულება და სად აკეთებდნენ ადამიანები რაღაცას იმისთვის რომ რაღაც და ვიღაც გადაერჩინა და სად იყო კიდევ ან უბრალოდ ბოროტება და ასეთი ძალიან ბევრი იყო ან ცუდი მედროვეობა გამორჩენის სურვილი სიხარბე რაღაცა დაწინაურების ძიება ყოველნაირი საშუალებით ასეთი ადამიანები იყვნენ უბრალოდ უნდა გავარჩიოთ ჩვენ უნდა ვთქვა რომ 80-იან წლებამდე მე მეგონა რომ მერეც მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს ასე არ ყოფილა ძალიან ზუსტად ვიცოდით შეიძლება ახლა ვიღაც ადამიანებზე იყო კამათი ეს ასეა თუ ისეა მაგრამ ზოგადად მაინც ძალიან კარგად ირჩეოდა ვინ არის დაწინაურებული თავისი უნარით და უბრალოდ მის სახელს იყენებენ რაღაცისთვის და ვინ კიდევ იქ არ ვიცი კლანჭებით ეშვებით და არ ვიცი რა ღონისძიებით და რა ხოცვაჟლეტით მოიპოვა თავისი უპირატესი მდგომარეობა ან კარგი ბინა ან მაღალი ხელფასი ან კიდევ რაღაც ყველამ ძალიან კარგად იცოდა
იყო რთული შემთხვევები, როცა ადამიანი ნიჭიერია და უსინდისოა. იყვნენ ასეთები, იყვნენ. და აქაც ჩვენ უნდა გავარჩიოთ მათ რა გააკეთეს ობიექტურად სასარგებლო და კარგი და რა დააშავეს, იმიტომ რომ ადამიანებად მთლად სიმაღლისანი არ იყვნენ, როგორც მათ ნიჭიერება შეეფერებოდა. საუბედუროდ უკანასკნელი 200 წელი მაინც ადამიანური ღირსება და დიდ ნიჭიერება ძალიან იშვიათად არის შეთავსებული. თუ აიღებთ უსახელგანთქმულის ადამიანს, მთელ სოფლიოში ვამბობ. ვინც კი ამ ეპოქაში გამოჩენილა, ძალიან იშვიათად ნახავს ადამიანს, რომელიც თავისი პიროვნული სიმაღლით, თავისი ნიჭიერების დონეს გაუტოლდებოდა. ძალიან ცოტა. ყოველთვის მოუყავს მაგალითი მკრეხელობა ჩამითვის მინმე, მაგრამ რა ვქნა? ძნელი წარმოსადგენია იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეზე უფრო ნიჭიერი და უფრო გენიალური ადამიანი. მაგრამ როგორი პიროვნება იყო ეს? ერთი თავნათქვამა ეგოისტი. მეტი არაფერი. რომელიც მარტო საკუთარ თავზე ფიქრობდა და მეზე არაფერი. ეს ჩანს მის ურთიერთობას ახლობლებთან, ატყვია მის დამოკიდებულებას, თქვათ, რომანტიკოსთა თაობის მიმართ, რომელსაც ვერ ღებულობდა. რატომ ვერ ღებულობდა? ეთაყვანებოდნენ. იმიტომ რომ მათ გაბედეს რაღაც სხვანაირად ეთქვათ და არა მთლად მის შრილში ევლოთ. არ არის ეს დიდი პიროვნების თვისებები. არ უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში. ეს ძალიან ხშირია. ძალიან უხვად არის ასეთი შემთხვევები ჩვენს ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ უშუალო ხიფათი დახვრეტის თუ ახლა ქუჩაში არ გავარდებოდი და ძირ საბჭოთა კავშირი არ დაიძახებდი, თუ არ დისიდენტობდი, ანუ აქტიურად არ ქმედებდი რაღაცას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ და უნდა გითხრათ, რომ საქართველოში დისიდენტი იყო ცოტა და ჩვენ ამას სულ გვაყვედრიან. მაგრამ მე დღესაც არ ვიცი რა იყო უფრო სწორი. ადამიანი აღმოჩენილიყო სადღაც, არ ვიცი, ციმბირის ბანაკებში და 10 თუ 15 წელი ვერაფერი ეკეთებინა, თუ ემოქმედა კულტურის მეცნიერების, ხელოვნების, თუნდაც მეურნეობის რაღაცის სასიკეთოდ, უბრალოდ რაღაცის ართქმის ხარჯზე. ამ დროს უკვე მეც მაინც და მაინც არ ითხოვდნენ. თუ ახლა თვითონ თავს არ გამოიდებდი, არავინ გეუბნებოდა, მაინც და მაინც ახლა წაიდი და დაიძახე რამეო. სამხატვრო აკადემიის რადიო მელომანზე ყოველ შაბათს 3 საათზე დიმიტრი თუმანიშვილი გაგვიზიარებს თავის კრიტიკულ მოსაზრებებს მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების შესახებ.